ქართული ღვინის შემდეგ რუსული ბაზარი შესაძლოა ქართული პროდუქტისთვისაც გაიხსნას. ამ თემაზე მოლაპარაკებისათვის საქართველოს სურსათის უნებლობის სააგენტოს წარმომადგენლობითი დელეგაცია მოსკოვში გასამგზავრებლად ემზადება. 7 კაციანი შემადგენლობით ქართული მხარე რუსეთში მარტის მეორე ნახევარში ჩავარდა, შეხვედრა შესაბამისი სააგენტოს წარმომადგენლობასთან გამართავს. 2006 წლის შემდეგ პირველი მოლაპარაკების მთავარი თემა რუსულ სამომხმარებლო ბაზარზე ცხოველური და მცენარეული ქართული პროდუქტის დაბრუნება იქნება. იმღები მხარე გზად არის შეხვდეს საქართველოს დელეგაციას მომავალი, ასე ვთქვათ, გეგმების და მომავალი ღონისძიებების დასასახად. ეს ეხება ხილს, ბოსტნეულს და ცხოველური წარმოშობის, იგივე როგორიც არის თაფლი, როგორიც არის ყველი, როგორიც არის თევზი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ამის იმპორტი, თუ ესეთი მოთხოვნა არის და გამოძახილი არის რუსეთის მხრიდან, ეს ძალიან